აფხაზეთში ჩვენ მარტო ტერიტორიას კი არ მოვიაზრებთ და იქ მცხოვრებ ხალხს, არამედ იმ დიდ წარსულს, იმ დიდ მომავალს, რომელიც ჩვენ აფხაზებთან ერთად უნდა შევქმნათ. პირადად ჩემ ოჯახს თავის დროზე სტუმრობდნენ დიდი აფხაზი მწერალი ფაზილ ისკანდერი და ივანე თარბა. ბატონი დილარ ივარდავა იყო მათი მასპინძელი, დილარი და მამაჩემი იგივე ძმები იყვნენ და ძალიან ბევრი მაქვს მე გასახსენებელი. მე ხშირად მიწევდა ჩასვლა. მან ცხოვრობდა ჩემი ნათლია, უკეთი უშობილესი კაცი, რეზო ბუკია და ვიყავი ამ ოჯახის ხშირი სტუმარი. ნუ რა თქმა უნდა იქ ხვდებოდი მე მოწინავე აფხაზ მწერლებს, ინტელიგენციას, ქონდა ძალიან თბილი დამოკიდებულება და უამრავი მოგონება მომყვება მე აფხაზეთიდან, მაგრამ ეს არის ყველაფერი მხოლოდ ის, რასაც ჩემი თვალთახედვა, ჩემი თვალსაწიერი წვდებოდა. არსებობს უფრო დიდი აფხაზეთი, რომელსაც ფესვები შორეულ წარსულში აქვს. და რა არის ეს დიდი აფხაზეთი? აფხაზური უნიკალური ფოლკლორი, უნიკალური ხალხური სიმღერები და ცეკვები, ხალხური პოეზია, რომელზედაც მერე ამოიზარდა დღევანდელი აფხაზური ლიტერატურა. მე მქონდა ბედნიერება მეთარგმნა აფხაზი პოეტები, მათ შორის თარგმნე კლასიკოსის ივანე თარბას 33 ლექსი, თარგმნე აგრეთვე დიმიტრი გულია, ბაგრატ შინქუბა, იოა კოღონიას 2 პოემა. რატო ვიხსენებ ამას მე? ჩვენი ძმების ფოლკლორი არის ზნეობაზე დაფუძნებული და დამყარებული. პირველ რიგში ჩემს მიერ თარგმნილი ნოდარ დუმბაძისადმი მიძღვნილ შამილ ფილიას ლექს გავაგზავნითი, რომელიც დაიწერა ომის წლებში. ჩვენ შორის ახლა მხოლოდ ცხელი ტყვია საუბრობს. თავზე გვეყრება როგორც თეთრი ყვავილი ვაშლის, მაგრამ ბედკრულმა, უბედურმა იმ გულს რა უყო, ნოდარ დუმბაძის ხსენებას რომ ვერაფრით წავშლის. ვერ წავშლით ბევრ რამეს, ვერ წავშლით იმიტომ რომ ყველაფერი თუ წავშალეთ, ისტორიის გარეშე დავრჩებით ჩვენ. უაფხაზოდ ქართველი ვერ იქნება სრულყოფილი ქართველი. უკართველოდ ვერც აფხაზი ვერ იქნება სრულყოფილი აფხაზი. შეიძლება აქ ჩვენ არ ვახსენოთ დიდი კაცი, ლორიკ მარშანია. ყვიროდა რომ ესკალაციისკენ მიდის ყველაფერი, რომ ცდილობს მესამე ძალა ისარგებლოს ჩვენი გამოუცდელობით და უბედურება რა იყო. ორივე ბანაკიდან მოქნეული მათრახი ხვდებოდა ამ კაცს. სიმართლეს გვეუბნებოდა, რომ ყველაფერი
უნდა გადაწყდეს მოსალაპარაკებელ მაგიდასთან. რა თქმა უნდა, ინსპირირებული იყო მესამე ძალის მიერ, მაგრამ რატომ შევცდით? რატომ ჩავიდინეთ ის, რაც არ უნდა ჩაგვედინა? ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ განსაკუთრებული ნათესაობა გვაკავშირებს ჩვენ და აფხაზებს. ერთ მაგალითს გავიხსენებდი. ჟამიანობის ჟამს, ანუ როცა შავი ჭირი იყო გავრცელებული, სვანეთის მთავარ დადეშქელიანს დაეღუპა ყველა შვილი. ჩასული აფხაზთა მთავარ შერვაშიძესთან. მასპინძელს აკვანში უწევს პატარა ბავშვი. ეს გაუბედურებული სტუმარი, გაუბედურებული მამა მიუჩოჩდა ბავშვს, ეფერება და ღაპა ღუპით გადმოსდის წრემლები. მერე წამოწდა საყვედური, რა იქნებოდა ერთი შვილი რომ შემრჩენოდა. გაიგო ეს შერვაშიძემ, აკვნიანად გაატანა შვილი სვანეთში. ანუ ბავშვი, რომელიც გაიზარდა სვანეთში, სინამდვილეში იყო შერვაშიძე და სხვათა შორის გამზრდელმა ორივე გვარი დაუტოვა. მერაბ კოსტავას სიტყვებს გავიხსენებ. ჩვენ მაინც ვიპოვით გზას აფხაზთა გულებისკენ. ვიპოვით იმიტომ, რომ ნოსტალგია გჭირს როგორ ჩვენისე აფხაზებს. აფხაზს არავისგან არ ესწავლება ისო, რომ მის გენიალურ სიმღერას, ვარადას, ვერავინ ვერ იმღერებს ისე როგორც ქართველი. რატომ? მასთან ერთად ქართველსაც სისხლში უზის ეს. ისე ვიმეორებ, არ გვაქვს ერთმანეთს იქით გზა. ძმებო აფხაზებო, დებო აფხაზებო, ამ ტერიტორიას აფხაზეთი რო ქვია, ტერიტორიას კი არა, თქვენ თავს არ დაუთმობთ ქართველები არაბი.